უკვე 12 წელიწადზე მეტია, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში. რომ შევაჯამოთ ამ 12 წლის მანძილზე მათი ყოფა ქართულ პოლიტიკაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ თეატრალურ წარმოდგენას. მოკლედ არ გვაკლია პური დასანახაობა. არავის აინტერესებს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარება, მაგალითად ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება, რათა არავის მოუწიოს იზოლებით ქვეყნის დატოვება და არ გამზაბდეს დემოგრაფიული პრობლემები. და ყველაზე მთავარი, ვინ და როგორ რა გზებით აპირებს ქვეყნის გამთლიანებას. თითქოს ყველაფერი აჟურშია და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქვეყანაში მაინც მთავარი პრობლემა გახლავთ ის თუ ვინ რა ბრძანება გასცა რაციაში. ვინ არის უხილავი კაცი, ვინ სად და რა დროს სვამს კითხვებს, რა დროს უნდა დაეჭირათ მელია, სად უნდა დგარიყო სპეცრაზმელი გარეთ თუ შიგნით, ვინ უნდა ეცემათ და ვის უნდა მოხმერებოდნენ. ზოგადად ეს საცირკო წარმოდგენები ჩვენ დასაუბედუროდ უკვე წლებია მიმდინარეობს, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდებში, ხოლო უბედურება ის არის, რომ არჩევნები საქართველოში თითქმის ყოველ წელს ტარდება. თქვენ კი არ დაიზაროთ არხის გამოწერა.